ბათუმელი მედროშე, რომელიც 10 წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოს მოქალაქეობისათვის იძულებით გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ მიმართა დაცვის მხარემ გაეროს გაჩნდა კითხვები ასევე იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დაელოდნენ გაეროს გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბრიფინგის მიღმა და ბრიფინგის გარდა ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. დარახველიძე საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად კანონიერი და რომ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა ვერც ერთ კითხვაზე, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენ პასუხი ვერ მოვისმინეთ. ის იმეორებდა ერთსა და იმავეს, რომ ეს ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა და რომ თემურ ქათამაძე საქართველოსდან გაძევებას იმსახურებდა. ახალგაზრდები იყო ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით ძალიან მალე უნდა გამხდარიყო ცნობილი, ამიტომ დაცვის მხარე ამბობს, რომ უნდა დალოდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა გარდა ამისა სხვა დეტალებიც იკვეთება ამ საქმეში. მაგალითად, თემურ ქათამაძის მეუღლე აცხადებს, რომ მას მორალური ტერორი და ზეწოლა მიმდინარეობდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რაზეც ქათამაძემ მან შაბათს დღეს უთხრა, როდესაც ბოლოს შედგა მათი შეხვედრა. ამ ყველაფერს ისინი აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევენ და რა თქმა უნდა არ ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც თემურ ქათამაძის დაკავება, ისე მისი გაძევება უკავშირდება მის აქტიურ სამოქალაქო პოზიციას, ის ასოცირდებოდა პროევროპულ აქციებთან და დღემდე ასოცირდება. ის არის ბათუმელი მედროშის სახელით ცნობილი, ამიტომ მის მეუღლეს ეჭვი არ უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი არის მასზე მიზანმიმართული ზეწოლა და მისი განეიტრალების და დასჯის მცდელობა აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო. მისი მეუღლე ამბობს, რომ დამშვიდობების საშუალებაც კი არ მისცეს, ისე გააპარეს თემურ ქათამაძე ქვეყნიდან. პოლიციის განყოფილებაში თავისუფალი არ არის, რა თქმა უნდა არა. გადაიყვანენ ქალაქ ორდუში, სადაც შეიქმნა ეს დოსიე და დაიწყება მისი დაკითხვა და თვითონ თემური უშვებს აზრს, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდების მიღმა სინამდვილეში იმალება ის, რომ თავისი თემურის მოშორება როგორც აქტიური ლიდერის სურს თურქულ მხარეს. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია შეგვატყობინეს დილით მისმა მეგობრებმა. ჩვენ მიმართული ქონდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის და ველოდებოდით მათგან პასუხს, თუმცა სამწუხაროდ ეს პასუხი ბატონ თემურს ვეღარ მოუსწრებს. ჩვენი ინფორმაციით ამჟამად ის დაკავებული არის უკვე თურქეთის რესპუბლიკის საგამოძიებო უწყებების მიერ და იმყოფება გამოკითხვაზე. ბატონი თემური ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობდა ასევე მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ წნეხზე. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია თუ რა საფუძვლით მოხდა მისი თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანა გამდინარე იქიდან, რომ გუშინ იწურებოდა ვადა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ თურქეთში განვითარებულ მოვლენებს. თემურ ქათამაძე გაძევებულია, მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არ ქონას ედავებოდა, ის თავდაპირველად დააკავეს 2025 წლის პროევროპულ აქციებზე, ამიტომ მის თანამებრძოლებს, მეგობრებს, მის მეუღლეს მათ შორის აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციისა და საქართველოს პროევროპული მომავლისათვის ბრძოლას შეეწირა.